ახლა ვარ 32 წლის. ისევ 20 წლის რომ ყოფილიყავი, ამ სამ შეცდომას არასდროს დაუშვებდი. პირველი, იდეალური დროის ლოდინი. 20 წლისას გონია რომ ბევრი დრო გაქვს, ყოველთვის რაღაცას წელავ და შენს ძვირფას ენერგიას და დროს უთმობ ალკოჰოლის დალევას, მარიხუანის მოწევას, უვარგის მეგობრებთან ერთად გართობას და ყოველ ჯერზე შენს მთავარ ამოცანას გადადებ ხვალისთვის. სიმართლე ისა, რომ ნამდვილი შედეგი დგება მოქმედების შემდეგ. ეხლა რომ 20 წლის ყოფილიყავი, დღეში 30 ვიდეოს დადებას დავიწყებდი. რომ რაც შეიძლება მეტი კლიენტი მყოლოდა, რაც შეიძლება დიდი აუდიტორია სოციალურ ქსელებში და უფრო დიდი გავლენა საქართველოს ბაზარზე. და დარწმუნებული ვარ 20 წლისას რომ დამეწყო, ზუსტად დღეს 12 წლის შემდეგ, 32 წლისას ვიქნებოდი დოლარის მილიონერი. მეორე, შიში იმისა, თუ რა სიტყვის ჩემზე სხვა. მე ყოველთვის მეშინოდა სხვისი აზრის. დიშვილის, ცოლშვილის ნათლია რა სიტყოდა ჩემზე, ეგეც მაინტერესებდა და ძალიან მაღელვებდა. და ადამიანების უმეტესობა ზუსტად ამიტომ ვერ ცხოვრობს თავის ოცნების ცხოვრებას. ეშინიათ რა სიტყვიან მისი წარმატებული მეგობრები, წარმატებული ნათესავები, მეზობლები, მაგრამ 10 წელიწადში შენ გამოიხედები უკან და იტყვი, ჯანდაბა, ჩემზე საერთოდ არავინ ფიქრობდა. იმიტომ რომ ყველას მაგარი კიდია შენი პრობლემები. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც არ კიდია შენი პრობლემები, ხარ შენ. ამიტომაც ეგ პრობლემები შენ თავად უნდა მოაგვარო. მესამე, არ ვიქნებოდი მხოლოდ მომხმარებელი. რას გულისხმობ ახლა აგიხსნი. ადამიანების უმეტესობა კონტენტს მხოლოდ სკროლავს, ალაიქებს, აზიარებს, მაგრამ ამისგან პოპულარული და მდიდარი ხდება ის, ვინც ქმნის ამ ვიდეო კონტენტს. ახლა რომ 20 წლის ყოფილიყავი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დღეში მინიმუმ 10 ვიდეოს მაინც დავდებდი. ყველაზე კარგ შემთხვევაში 30-ს, რამდენზეც მეყოფოდა ენერგია და დრო. იმიტომ რომ 20 წლის ასაკში შენ გაქვს ყველაზე მაღალი ტესტოსტერონი, გაქვს ყველაზე მეტი ენერგია, შენი დოპამინ რეცეპტორები ნაკლებად არის გაცვეთილი და მთლიან ჩემს ნეირო რესურსს ჩავდებდი კონტენტის შექმნაში. თუ ამ ვიდეოს უყურებ და ხარ 20-დან 25 წლამდე და მიყვები იმ რჩევებს, ახლა რასაც გეუბნები, შევხვდებით 5-10 წელიწადში. თავარი არ დანებდე და შედეგებს აუცილებლად ნახავ. წარმატებები. და კონტენტის შექმნაში თუ გჭირდება დახმარება, მოგზაურე პირადში.